მოგესალმებით. ვაგრძელებ ფრანცის შეფერის ლექციებს. მაღალი რენესანსი, რეფორმაცია და თანამედროვე მეცნიერების დაბადება ერთ ისტორიულ პერიოდში ხდებოდა. როდესაც ადამიანის აზროვნებაში ყველაფერი სწორად მიდის, მაშინ იქ არაფერი დამოუკიდებელი არ არის. ანუ არ იჩემებს იგი ქრისტეს და წმინდა წერილებისგან ავტონომიურობას. ღმერთმა მთელი შექმნა ადამიანი და როდესაც საუბარია, რომ მას იგი აინტერესებს და არ უგულებელყოფს, ეს იმას ნიშნავს, რომ უფალს ადამიანი მთლიანობაში აინტერესებს. რენესანსის პერიოდმა დაბადა თანამედროვე ადამიანი, რომელსაც პრობლემები ჰქონდა. რეფორმაციამ კი ამ ჰუმანისტური კაცის პრობლემების გადაჭრის გზები იცოდა და ეს მან აშკარად აჩვენა. რენესანსის კაცში არსებულმა ცნობილმა დუალიზმმა დაბადა ჰუმანიზმის თანამედროვე ფორმები. ამასთან ერთად კი ყველა ის სატკივარი, რაც თანამედროვე, ანუ ამ ახალ კაცს ჭირს დღეს. ამ დროს მეცნიერება ცალკე არ გამდგარა, არამედ იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. მეცნიერება დაიბადა იმ ხალხში, ვისაც ქრისტიანული კონსენსუსი ჰქონდა და ასეთ საწყისებზე აგებულ გარემოში ცხოვრობდა. აღმოსავლურისგან განსხვავებით, იუდეო-ქრისტიანული აზროვნება ამტკიცებს, რომ ღმერთმა ნამდვილი უნივერსუმი შექმნა და შექმნა იგი ცალკე, არა თავის თავში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მისი ემანაცია, მისი ღვთაებრივი რაობის გაგრძელება არ არის. ხოლო ნატურა ღვთისწარმოდგენებში კი არ არის, არამედ ობიექტურად არსებულია, რომელზედაც შეიძლება ფიქრი და მისი გამოკვლევა. ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ობიექტური რეალობა, მიზეზი და შედეგი ნამდვილად არსებობს და ეს უტყუარი ფაქტი, მყარი საძირკველია, რომელზედაც შეიძლება შენება. ასე რომ ობიექტი, ისტორია და მიზეზ-შედეგობრიობა ნამდვილად არსებობს. ადრეული მეცნიერები იზიარებდნენ ქრისტიანულ ხედვას და სჯეროდათ, რომ არსებობდა გონიერი ღმერთი. მეცნიერების დაბადება ახალი რამ იყო მსოფლიოს აზროვნებაში. ბევრს აინტერესებს, რა განსხვავებაა იმაში, თუ რა დაემართა კოპერნიკეს და გალილეოს კეპლერის პერიოდამდე, ამ ცოდნასა და იმ ცოდნას შორის, რომელიც ბერძნებსა და არაბებს ჰქონდათ, ვინც მათემატიკაზე მუშაობდნენ არაბეთში. განსხვავება მართლაც არის და ყველა ის ფილოსოფოსი, ვინც კი რაიმეს წარმოადგენს, ამას ხაზს უსვამს. მაგრამ ეს მეცნიერები უკვე ცალ-ცალკე დანაწევრებულ ფაქტებს კი აღარ აგროვებდნენ, არამედ სჯეროდათ, რომ თავიანთი ნაღვაწ ნაშრომით რაღაც ერთ მთლიან სხეულს აგებდნენ. ამ ხალხმა ბერძნებზე მეტი კი არ იცოდნენ, შეიძლება ითქვას, ცოტათი მეტი იცოდნენ, მაგრამ განსხვავება იმაში მდგომარეობდა, რომ მათ ჰქონდათ გარკვეული ფილოსოფიური მიმართულება, ეპისტემოლოგიური ხედვა. და სწორედ ეს იყო განსხვავება ბერძნების ცოდნასა და იმას შორის, თუ როგორ დაიბადა თანამედროვე მეცნიერება. მისი ფუძემდებლები ყველა ლეგიტიმურად ქრისტიანულ კონსენსუსში იყვნენ. მივაქციოთ ყურადღება, რეფორმაციამ კი არ დაბადა, არამედ უბრალოდ ქრისტიანულ ატმოსფეროში, კერძოდ კლასიკური კათოლიციზმის დროს გაჩნდა იგი. წინა ლექციაზე ვისაუბრეთ იმ საკითხზე, თუ რა შეასწდა მიზანს და გადაუხვია ნამდვილ ბიბლიურ აზრს კათოლიციზმმა, მაგრამ კლასიკურმა კათოლიციზმმა თავიდან ღმერთის სამებიდან დაიწყო და ახლა, როდესაც რეფორმატორები ავტორიტეტისა და გადარჩენის საკითხებზე ეკამათებოდნენ, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მათ არაფერი ჰქონდათ საერთო. პროგრესულ კათოლიციზმზე არც ვსაუბრობთ ახლა. მეცნიერება კლასიკური კათოლიციზმის დროს ჩაისახა. პროგრესული კათოლიციზმი მარტო ეგზისტენციალიზმია, ხოლო თუ შევხედავთ სისტემატიური თეოლოგიის წიგნში, უბრალო მონახაზითაც მივხვდებით, რომ კლასიკური კათოლიციზმი ზედაპირულად მაინც ეთანხმებოდა ადრეულ ქრისტიანულ სისტემას. ქრისტიანული აზროვნების საწყისი ის არის, რომ ღმერთი არსებობს, ვინც გარკვეული ტიპის რაღაცნაირი ღმერთია, დაუსაბამო და პიროვნული ღმერთი. თანამედროვე მეცნიერების დაბადება მოხდა იმ ქრისტიანულ საფუძველზე, რომელიც ორივესთვის, კათოლიციზმისთვისაც და რეფორმაციისთვისაც მისაღები იყო. ახლა ყველაფერში ხომ არ დავებოდა ერთი მეორეს. ის, რომ თანამედროვე მეცნიერებამ ქრისტიანულ სათბურში გაიხარა, ამას მარტო ქრისტიანი მეცნიერები არ ამტკიცებენ. ამისათვის საკმარისია აქ ჩვენ ვახსენოთ რობერტ ოპენჰაიმერის სახელი, ვინც 1962 წლის ოქტომბერში ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია სათაურით მეცნიერება და კულტურა, რომელშიც ძალიან ნათლად ამბობს, რომ თანამედროვე მეცნიერება ქრისტიანულ კონსენსუსში დაიბადა და არც კი შეიძლებოდა, რომ სხვა რაიმე კონსენსუსში დაბადებულიყო იგი. ოპენჰაიმერს ნამდვილად ესმის ეს საკითხი. ამ აზრის დასამოწმებლად ჩვენ ასევე მოვიყვანთ ალფრედ ნორს უაითჰედის სიტყვასაც. შეიძლება ოპენჰაიმერი არ იცოდეს ბევრმა, მაგრამ უაითჰედი უფრო ცნობილია და ბევრიც მას პატივს სცემს იმისთვის, რასაც ის აკეთებდა თავისი განხრით.
და არ დაგვავიწყდეს, არც ეს კაცია ქრისტიანი. მაგრამ მიუხედავად ამისა, მან განაცხადა, რომ ამ ადამიანებს, ანუ მეცნიერების ფუძემდებლებს, სწამდათ, რომ უნივერსუმი შექმნილია გონიერი ღვთისაგან. და ამიტომაც არის, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაგნოთ რაიმეს, მისი წესისა და წყობის შესახებ, რაც ძალიან სიღრმისეული და გონივრული ნათქვამია. ეს არის ნაწილი ჩვენი იმ სიმდიდრისა, ქრისტიანული მემკვიდრეობა რომ ჰქვია. თანამედროვე მეცნიერები დაწყებული კოპერნიკე და გალილეოდან კეპლერამდე, მაგრამ აქ არ ჩერდება ხაზი ნიუტონიც და ყველასგან დაფასებული ფარადეიც ორივე ასეთივე ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება. ყოველ მათგანს გარკვეული ფილოსოფიური მიმართულება და გეზი ჰქონდა აღებული. იყვნენ თუ არა ისინი მეორედ დაბადებულნი, ამას ახლა აქედან ვერავინ იტყვის. ცათასასუფეველში უნდა ვიყოთ, რომ ამის თქმა შევძლოთ, მაგრამ ყველა აშკარად იქით იხრებოდა, რომ აღიარებდა უნივერსუმის გონიერი ღმერთის მიერ შექმნას. სწორედ ამიტომ მოელოდებოდნენ ისინი, რომ მართლაც შეძლებდნენ გონებით რაღაცისთვის მიეგნოთ მის შესახებ. ეს იყო მათი ეპისტემოლოგია. ამიტომაც, როდესაც გადიოდნენ ვარსკვლავების საცქერლად, იქ ისინი არაფერს მოელოდნენ ქაოდურს, ვინაიდან იცოდნენ, რომ ყველაფერი გონიერი ღმერთის შექმნილი იყო. ეს იყო იმის მიზეზი, რომ ამ ხალხს დიდ საასპარეზოზე გამოსვლისას შიში არ ჰქონდა, იმიტომ რომ იქ მოელოდებოდნენ უნიფორმით არიანულ სისტემას, არა ქაოდურს, რაღაც გამთლიანებულ თეორიებს შედეგებისას. ახლა რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, თანამედროვე ადამიანმა დაკარგა ეს ეპისტემოლოგიური ფუნდამენტი და ამის გამო მეცნიერება უკვე საძირკველ გამოცლილი სახლივით ყანყალებს. იმ პერიოდს, როდესაც მოაზროვნეებმა ეს ეპისტემოლოგიური საფუძველი მოიშორეს, რომ უნივერსუმი გონიერმა ღმერთმა შექმნა, ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ ადრეული თანამედროვე მეცნიერებიდან ახალ მოდერნისტულ მეცნიერებაში, ანუ ნატურალისტურ მეცნიერებაში გადასვლის პერიოდი. ამ ყოველივეს გადაგდების შემდეგ ადამიანებს აღარ ჰქონდათ ის, რამაც დაბადა თანამედროვე მეცნიერება. რატომღაც დღეს ისე გამოხავთ, თითქოს მეცნიერება მტერი იყოს ქრისტიანობისა და ღვთისა. მაშ მეცნიერება იტყვის მამანი და სულ ავიწყდება, რომ ქრისტიანობის გარეშე თანამედროვე მეცნიერება არც დაიწყებოდა. მეცნიერებაა, მტერი კი არ არის. მტერი ნატურალისტური მეცნიერებაა. ამიტომაც არის, რომ კამათის დროს თავდაცვის რეჟიმში ყოფნა არ უწევს ქრისტიანს. აქ შიშიც შეუსაბამოა. ეს ორი ერთმანეთის წინააღმდეგ არ გამოდის. პირიქით, რინგზე ერთმანეთს გულშემატკივრობს. კარგი იქნება, რომ ეს უბრალო ჭეშმარიტება დღევანდელმა მეცნიერებმაც გაიაზრონ და ქრისტიანებმაც. არც ერთს არ სჭირდება თავდაცვის რეჟიმში ყოფნა, ისინი ერთმანეთის მტრები არ არიან. მას შემდეგ, რაც ქრისტიანულ საფუძველზე უარი თქვეს, ახლა ეპისტემოლოგიურ ფუნდამენტად პოზიტივიზმის გამოყენება სცადეს, ასე რომ შემდგომი საძირკველი პოზიტივიზმი იყო. თავად პოზიტივიზმი ძალიან მარტივი რამეა და სინამდვილეში ახლა ესეც განადგურებულია. მაიკლ პოლენი იყო ის კაცი, ვინც უკანასკნელი ლურსმანი ჩააჭედა პოზიტივიზმის კუბოს. დღესდღეობით ფილოსოფოსებს შორის აღარ არიან დიდი გამორჩეული პოზიტივისტები, მაგრამ რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ ნათქვამი, დღევანდელი მეცნიერება კვლავ განაგრძობს ამ ვადაგასულ ფუნდამენტზე მუშაობას. როგორც ხედავთ, დავიწყეთ ქრისტიანული ფუნდამენტით, რომელიც რაღაცა მომენტში გვერდზე გადავდეთ და ამ დროს დაიბადა ნატურალისტური მეცნიერება. შემდეგ მეცნიერების ქვეშ პოზიტივიზმი სცადეს დაედოთ საფუძვლად. ასე დაიბადა პოზიტივიზმი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ მეცნიერებას დღეს აღარ აქვს საფუძველი. მიაქციეთ ყურადღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. მეცნიერება სულს ღაფავს, ის მალე არსებობას შეწყვეტს. აქ მოსალოდნელია, რომ მეცნიერება ორ რამედ გადაიქცეს. ის გადაიქცევა ტექნოლოგიად, რაც ძალიან განსხვავებული რამ არის იმისგან, რასაც მეცნიერება მიელთვის და ის გახდება მანიპულაციის ერთ-ერთ საშუალებად, რომელსაც გამოიყენებს ავტორიტარიანული მთავრობა. სწორედ მეცნიერების სახელით ეტყვიან ხალხს, თუ როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში და რა გააკეთოს სინამდვილეში კი ამ ყოველივეს ნამდვილ მეცნიერებასთან საერთო არ ექნება. ამ ყოველივეს ჩვენ ქრონოლოგიურად უკან მივყავართ ისევ ნიუტონთან და ვიღაცამ შეიძლება აქ კითხვაც დაგვისვას. მაშინ რა გამოდის? განა არ იყო ნიუტონი ნიუტონელი? რაზეც პასუხი ასეთია, რომ ნიუტონი არ იყო ნიუტონელი. ნიუტონი იმ თავდაპირველ საფუძველს მეცნიერებისას აღიარებდა და სწამდა, რომ უნივერსუმი გონიერი ღმერთის შექმნილი იყო.
უდავოდ მან ახსენა და მიუთითა მანქანაზე, როგორც უნივერსუმის მახასიათებელ რამეზე, მაგრამ მას არასოდეს მოსვლია თავში ისეთი აზრი, რომ სულ ეს იყო, ესე იგი მარტო მანქანა. ნიუტონი ყოველღამით ლოცვებს აღავლენდა. მისი აზრით, იქ იყო ვიღაც, ვისთანაც შეიძლებოდა ლაპარაკი. დღევანდელ მოდერნისტულ მეცნიერებას საფუძველი ამ ხალხმა ჩაუყარა, ვინც აიღო ნიუტონის აზრი, მაგრამ გადააქცია სულ სხვა რამედ, ისეთ აზრად, რაც ნიუტონს თავში არ მოსვლია. ნიუტონს და ყველა ადრეული თანამედროვე მეცნიერების წარმომადგენლებს სჯეროდათ ნატურალური, ანუ ბუნებრივი მიზეზების უნიფორმიტარიანობისა ოღონდ გახსნილ სისტემაში. მივაქციოთ ყურადღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა იმისათვის, რომ ბოლომდე გავიკოთ და გავარკვიოთ სინამდვილეში რაშია საქმე, თუ რა იღებს მონაწილეობას და რა არის ამ ყოველივეში ჩართული. მათი რწმენით მანქანა შექმნილი იყო ღვთისგან, მაგრამ სწამდათ, რომ სისტემა გახსნილი იყო და ის გახსნილი იყო ორმხრივ. პირველი, ღმერთი ამ მანქანაში არ იყო მოქცეული, ისინი ჭეშმარიტი ტრანსცენდენტის ამღიარებელი კაცები იყვნენ. ამ ადამიანებს ღმერთის ნამდვილი ტრანსცენდენტისა სწამდათ და როდესაც ისინი სამუშაოდ გადიოდნენ, მათ იცოდნენ, რომ უნივერსუმი იქ იყო, ვინაიდან იგი იყო ქმნილება და არა ღმერთის გაგრძელება. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ აღმოსავლეთმა ვერასოდეს შეძლო ნამდვილი მეცნიერების შექმნა და თუ რაიმე მიღწევები აქვს მას ამაში, ეს მხოლოდ დასავლეთის ტექნოლოგიის კოპირებით მოახერხა მან. აღმოსავლეთს თავისი იმ წარმოდგენით, რომ ყველაფერი ღმერთია, რაც არის რაღაცნაირი ფორმის პან-ყველაფრიზმი, რომელშიც ნამდვილი უნივერსუმი კი არ ფიგურირებს, არამედ სამყარო მოიაზრება, უპიროვნო ღვთის სიზმრად, ასეთ აღმოსავლეთს არ შეეძლო ნამდვილი მეცნიერების დაბადება, ვინაიდან იქ დარწმუნებულები არ იყვნენ, რომ უნივერსუმი ნამდვილად იყო. ნიუტონისა და სხვა ადრეული მეცნიერებისთვის კი მონეტის ორი მხარესავით, აქეთ ნამდვილი ტრანსცენდენტი იყო, ანუ ღმერთი არ იყო უნივერსუმთან დაკავშირებული იმ გაგებით, რომ თითქოს ეს მისი რაობის გაგრძელება ყოფილიყოს, ხოლო მონეტის მეორე მხარეს კი მათთვის ნამდვილი რეალური უნივერსუმი იშლებოდა, რომელზედაც გულდაჯერებულად მუშაობდნენ. და ეს იყო ის საფეხური, რითაც პირველად შეაბიჯეს და შეძლეს ამ სფეროში მოღვაწეობა. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ჟან-პოლ სარტრის გამონათქვამი, რომელიც რა თქმა უნდა გაცილებით გვიან მოდის. დამართლაც არის თუ არა იქ რაიმე? და ეს შესანიშნავი განაცხადია, თუმცა თავად მას პასუხები არ ჰქონდა ამაზე. ეს ძირითადი ფილოსოფიური კითხვაა, მართლაც რატომ უნდა არსებობდეს იქ რაიმე? ახლა, პირველი ნაწილი იმ გახსნილი სისტემისა ღმერთის მიმართ იყო. ღმერთი არ იყო მანქანის ნაწილი და ღმერთს შეეძლო ემუშავა მანქანაში სასწაულებით. თუ ჩვენ წინარე ჩამოთვლილ მეცნიერებს შევეკითხებოდით ფარადეის ჩათვლით, სწამდათ თუ არა მათ სასწაულებისა, ყოველი მათგანი დაგვიდასტურებდა ამას. ყოველ მათგანს სწამდა, რომ იყო ღმერთი მანქანის გარეთ, რომელსაც შეეძლო მანქანაში მოქმედება, ვისაც შეეძლო მისი გადაწყობა. ახლა ამ კოსმიურ მანქანაში ჩვენ გვაქვს მეორე გახსნილი კარიც და ეს იყო კაცი, შექმნილი ღვთის ხატად. როგორც ვხედავთ, კაციც არ მოიაზრება მანქანის ნაწილად. ფაქტობრივად, მათ მესამე ნაწილიც ჰქონდათ გახსნილი სისტემისა. უმეტესობა მათგანს სწამდა ანგელოზებისა და სჯეროდა, რომ უხილავს ხილულ სამყაროზე ზემოქმედება შეეძლო. ნატურა და მადლის პრობლემის შესახებ ლექციის დროს ფრანცის შეფერი საუბრობს ამ საკითხზე, თუ როგორ ზემოქმედებს უხილავი ხილულ სამყაროზე და აქ კი ჩვენთან ქვემოთ ხილული ხილულზე. ასე რომ ამ ადამიანებს სამი გახსნილობისას სწამდათ, მაგრამ ვინაიდან თანამედროვე ადამიანს ზომაზე მეტად ეშლება საღერღელი სალაპარაკოდ ანგელოზების გაგონებისას, ამიტომ ხანგრძლივი კამათის არიდების მიზნით აქ ახლა ამ მესამეზე ბევრს აღარ გავაგრძელებთ, არამედ მარტო ორს დავჯერდებით. ისევე როგორც მათ ჩვენს ქრისტიანებს გვჯერა სასწაულებისა, იმის, რომ ღმერთს შეუძლია ზემოქმედება, გადაწყობა უნივერსუმისა და რომ ზებუნებრივ სფეროს ამ უნივერსუმზე ხილულ სამყაროზე ზემოქმედება შეუძლია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჯერა ანგელოზებისაც და დემონების არსებობისაც და რომ ორივეს შეუძლია ზეგავლენა იქონიოს ხილულ სფეროზე. არ ვიცი, იყვნენ თუ არა ისინი მეორედ დაბადებული ადამიანები, როგორც ზემოთაც ვახსენეთ, ნიუტონზე და ფარადეიზე უფრო ადვილია ვთქვათ, რომ ალბათ იყვნენ, მაგრამ ყველა დანარჩენი ნამდვილად ასეთ მსოფლმხედველობას ატარებდა და ჩვენ ამაში სრულიად დარწმუნებულები უნდა ვიყოთ.
გამოდის, რომ მანქანა განურჩევლად იმისა იქნება ეს კოსმიური მანქანა თუ კაცის მიერ შექმნილი მანქანა ჩვენთვის საშიშროებას აღარ წარმოადგენს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, იმიტომ რომ თანამედროვე კაცისთვის ორივე კოსმიურიც და კაცის მიერ შექმნილი მანქანაც საშიშროებას წარმოადგენს. ამ ხალხისთვის კი ეს ასე არ იყო. სხვანაირად, მათ სწამდათ უნივერსუმში გამომწვევი მიზეზების უნიფორმიტარიანობისა. მაგრამ არა მუდმივად, არამედ ლიმიტირებული დროის მონაკვეთში. ანუ ეს არ იყო უსასრულო პროექტი. ისინი ნათლად ხედავდნენ, რომ იყო ნატურალური მიზეზები და ეს იწვევდა შედეგებს და ეს მეორდებოდა. ესე იგი, ხელთა გვაქვს ერთგვარი უნიფორმიტარიანული განმეორებადი წამომწყები ბუნებრივი მიზეზები და სწორედ აქედანაა მეცნიერებაც. იმიტომ, რომ შესაძლებელია დანახვა იმისა, თუ როგორ მოძრაობს ეს ყოველივე. ამის გარეშე კი შეუძლებელი გახდებოდა მეცნიერება. მაგრამ გახსნილ სისტემაში ღმერთს შეუძლია სასწაულის მოხდენა. ეს გააკეთა მან, როდესაც წითელ ზღვაზე გადაიყვანა ისრაელიანები. ღმერთმა აღმოსავლეთის ქარს მოუხმო და შეცვალა მიქცევ-მოქცევის წესი. უფალმა გადააწყო პროექტში არსებული კანონები. მაგრამ არა მარტო ღმერთს შეუძლია გადაწყობა, არამედ კაცსაც ხელეწიფება ეს, ვინაიდან ის შექმნილია ღვთის ხატად და ადამიანი არ არის გამოკეტილი მანქანაში. გთხოვთ, გაისიგრძეგანოთ ეს ნათქვამი. როდესაც უნიფორმიტარიანულ სისტემაში ვინმე რაიმეს შეცვლის, ან გადააწყობს, ეს გახსნილი სისტემაა. დახურულ სისტემაში ყველაფერი მათემატიკური დაგეგმარებით მიდის. იქ ვერ შეცვლით არსებული მოვლენების გამომწვევი მიზეზების უნიფორმიტარიანულ დინებას. აი ეს არის განსხვავება გახსნილ და დახურულ სისტემებს შორის. აქ მე ვახსენებ პირველი თანამედროვე მათემატიკოსის ლეონარდო და ვინჩის სახელს. ვისაც კარგად ესმოდა, თუ რას მოგვიტანდა საკითხისადმი ასეთი მიდგომა, რომ თუ ჩვენ მხოლოდ მათემატიკით შემოვიფარგლებოდით, მაშინ მხოლოდ ნაწილაკების გარემოცვაში აღმოჩნდებოდით, რაც ბოლოს გამოიწვევდა იმას, რომ ნამდვილი მეცნიერების ნაცვლად მექანიკაში ამოვყოფდით თავს. ამ ხალხისთვის მანქანა არ იყო ყველაფერი. არ ეშინოდათ. ბევრი რამ მათ ხელს უწყობდა იმაში, რომ თანამედროვე მეცნიერება დაებადათ და მისთვის აკვანი დაერწიათ. და როგორც ვთქვით, პირველი ის იყო, რომ მათ იცოდნენ უნივერსუმის ნამდვილი არსებობის შესახებ. მათ სჯეროდათ ღვთის ნამდვილი ტრანსცენდენტისა, რომ იქ ნამდვილი მიზეზ-შედეგობრივი კავშირებით ახსავსე უნივერსუმი იყო გადაშლილი. და რომ ეს ყველაფერი არ იყო გაგრძელება ღვთიური რაობისა. ყოველივე ეს ქმნილება იყო გონიერმა ღმერთმა შექმნა იგი და ამიტომ არავის უყვირდა, რომ ნამდვილად შეიძლებოდა მისი გონებით წვდომა. ადამიანიც გონიერი ღვთის მიერ არის შექმნილი. ის მან შექმნა თავის ხატად და მოათავსა უნივერსუმში, რომელსაც უნდა მორგებოდა. ადამიანს აქვს ამ გარემოსთვის შესაფერისი ფილტვები, სასუნთქი სისტემა და ჩვენ არ გვიკვირს, რომ ძაღლსაც მსგავსი სასუნთქი სისტემა აქვს, იმიტომ რომ ისიც ამ ატმოსფეროშია მოთავსებული. როდესაც კაცი მთვარეზე მიდის, მთვარე მართალია დიდად დაშორებული არ არის ჩვენგან, მაგრამ იქ ის ზურგზე სხვანაირ ბარგს იკიდებს, იმიტომ რომ არ იყო შექმნილი იმ ატმოსფეროსთვის. ჩვენ არ გვიკვირს ის, რომ ძაღლსაც ჩვენნაირი სასუნთქი სისტემა აქვს, მაგრამ უფრო მეტიც, გონიერების კატეგორიებით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენ ისიც არ უნდა გვიკვირდეს, რომ ღვთის სახედ ვართ გაჩენილები და მოთავსებულნი ვართ ამ ქვეყანაზე. კაცი არ არის გაუცხოვებული უნივერსუმისგან, რაც ძალიან განსხვავებულია თანამედროვე კაცის აზროვნებისგან. ის, რაც აუცებს ადამიანს თავის ნატურალისტურ მდგომარეობაში, საერთოდაც არ არის გასაოცარი. და სწორედ ასეთი მყარი საფუძველი ჰქონდათ ადრეული მეცნიერების წარმომადგენლებს. ამ მხრივ ფრანცის ბეკონი უფრო შორს გადის, როდესაც იგი აზროვნებაში ადგილს მიუჩენს ქრისტიანობას. მან ასეთი თავისებური გაგება წარმოგვიდგინა. ალბათ მიხვდებით, რომ ჩვენ აქ ფრანცის ბეკონის აზროვნებიდან ყველაფერს არ ვიწონებთ და ვადიდებთ, უბრალოდ ეს ერთი მოყვავს ციტატად. და ამ ერთი ციტატის გამო რაციონალისტობას ნურავინ დაგწამებს, ვინაიდან ცნობილია ფრანცის ბეკონის რაციონალისტობის ამბავი. ბეკონის აზრით, ვინაიდან კაცს მიეცა უფლება გაბატონებულიყო მიწაზე, მან კი ცოდვადაცემის დროს ნაწილობრივ დაკარგა ეს, ამიტომ ახლა მან იგი ხელოვნებისა და მეცნიერების მეშვეობით უნდა აღიდგინოსო. პირდაპირ ჰიმნების ხასიათზე დგება ამის მოსმენის შემდეგ კაცი. ნახეთ რას წერს. ფრანცის ბეკონს ეჯერა ბიბლიური დაცემისა, ასევე იმის, რომ ადამიანმა ნაწილობრივ დაკარგა დედამიწაზე დომინირება და რომ ამას იგი სუბსტანციურად აღიდგენდა ხელოვნებითა და მეცნიერებით. მოკლედ, ამ ხალხში ქრისტიანული აქტივობა შეიმჩნეოდა. ეს არ იყო სტატიური.
მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა მანქანა, ვინაიდან მანქანა არ იყო ბატონი. აი, რაც შეეხება თანამედროვე ადამიანს, მისთვის მანქანა დაამთრგუნვალ საფრთხეს წარმოადგენს. აქ ჩვენ უკვე მივადექით ამ პრობლემის ფილოსოფიურ ხარეს. ჟან-ჟაკ რუსოს კარგად ესმოდა ეს საკითხი, რომ თანამედროვე ადამიანი მანქანას აღიქვამს საფრთხედ. განურჩევლად იმისა იქნება ეს კოსმიური თუ ადამიანის მიერ შექმნილი მანქანა. მაგრამ ამ მეცნიერებს არ ეშინოდათ არც დიდი და არც პატარა მანქანის, რადგან მათ იცოდნენ, რომ ღვთისხატად იყვნენ შექმნილნი. მათ არ ეშინოდათ, ვინაიდან მანქანისგან თვისობრივად განსხვავებულები იყვნენ. მათი ღირებულება და მნიშვნელოვნება მანქანაზე დამოკიდებული არ იყო. ხარისხობრივად იყო ადამიანი და მანქანა განსხვავებული და არა რაოდენობრივ და რიცხობრივად. ამიტომ რაც არ უნდა დიდი და გრანდიოზული ყოფილიყო იგი, ადამიანს მაინც არ რჩებოდა იმის მიზეზი, რომ შეშინებოდა. ვინაიდან მართალია ადამიანი ლიმიტირებული ქმნილებაა, გამოყოფილია უსასრულო ღმერთისგან და ამ მხრივ დიდია მათ შორის გამყოფი ხაზი, მაგრამ მაინც შემოქმედის პიროვნულობის გადასახედიდან, რომ მან თავის ხატად შექმნა ადამიანი, აქ სხვა ქმნილებებისგან განსხვავებით მათ შორის ეს ხრამი და გაუცხოვება აღარ არის. მაგალითად, თუ ვინმე გამოიგონებს ველოსიპედს და მე აქამდე არ მინახავს ის შევეცდები, მაგრამ ვერ გავუსწრებ ველოსიპედს, რადგან ის უფრო სწრაფად დარბის, ამით მე არანაირი საშიშროება არ მემუქრება, იმიტომ რომ ველოსიპედსა და ჩემს შორის სხვაობას ის კი არ წარმოადგენს, ვინ უფრო სწრაფად მოძრაობს, არამედ ის, რომ მე ხარისხობრივად განსხვავებული ვარ მისგან. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. როდესაც თანამედროვე კაცი მიდის კომპიუტერთან და თამაშობს მასთან, ეს კი აჯობებს მას, თუ მან ხარისხობრივი განსხვავება არ იცის თავის თავსა და მანქანას შორის, ასეთ შემთხვევაში ამ კაცისთვის მანქანა საფრთხედ იქცევა. მსგავსი არაფერი ახასიათებდათ ჩვენს მიერ ჩამოთვლილ ადრეულ მეცნიერებს, მაგრამ მათ სხვა რამისაც სწამდათ. პირველი, ღმერთს და ადამიანს შეეძლოთ ჩარეულიყვნენ მანქანის საქმეში და მეორე, მათ ეჯერათ, რომ ღმერთმა ცოდნა მისცა კაცს ბიბლიის მეშვეობით. ეს ადამიანები ბიბლიის ჩარჩოებში მუშაობდნენ. ნიუტონი და ფარადეიც ასე იყვნენ. ამ მხრივ ფარადეი ზოგიერთ რამეში ნამდვილად ახლიდან დაბადებულ კაცს ჰგავს. მათ სწამდათ, რომ ვინაიდან ღვთისხატად იყვნენ შექმნილნი, ამიტომ ისინი თვისობრივად განსხვავებულები იყვნენ მანქანისგან და არა მხოლოდ ეს, არამედ ღმერთმა იგივე მიზეზით, რომ ღვთის მსგავსად და ხატად იყვნენ შექმნილნი, მათ პროპოზიციონალური ჭეშმარიტებაც უბოძა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელთა გვაქვს მეცნიერება, რომელიც თავისუფალია, მაგრამ არა ავტონომიური. ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც ღმერთმა კაცს ცოდნა მისცა, ის არის, რომ იგი შექმნილია მის ხატად. ამ კუთხით მსგავსია, ხოლო ღმერთის უსასრულობისა და მარადიულობის მხრიდან კაცი უფალს დაშორებულია. აქ იგი ღვთისთანასწორი არ არის. მაგრამ ღმერთი ფილოსოფიური ღმერთი არ არის და ვინაიდან კაცი მის ხატად არის შექმნილი, ის ზევით არის მიმართული, რაც ასევე იმასაც ნიშნავს, რომ ზემოდან ქვემოთ კიდევ პროპოზიციონალური გამოცხადებაა მომართული. ღმერთი მხოლოდ იმიტომ აძლევს პროპოზიციონალურ ინფორმაციას ადამიანს, რომ მის ხატად არის შექმნილი. მათი რწმენით უფალი ორნაირ გამოცხადებას იძლეოდა წმინდა წერილებში. ეს პროპოზიციონალური გამოცხადებაა. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. აქ სიტყვა პროპოზიციონალურის გარეშე პეცი დაეკარგებოდა ყველაფერს. პროპოზიციონალური გამოცხადება არ არის რაღაც, რაც ჩვენ შეგვიძლია ძალისხმევით გამოვიყვანოთ, რომელიც მერე ან შეიძლება სწორი აღმოჩნდეს, ან არა. პროპოზიციონალური გამოცხადება ისეთი ფაქტობრივი საინფორმაციო წყაროა, საიდანაც ჩვენ ვიღებთ ემოციურ გამოცდილებას. წინა ორი ლექციის დროს ნატურა და მადლის პრობლემაზე საუბრისას ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ ღმერთმა გვიჩვენა თუ როგორი იყო ნამდვილი ჭეშმარიტება თავის თავზე, ბუნებაზე, კაცზე და ისტორიაზე. და ღმერთმა წმინდა წერილებში გამოცხადების საფუძველზე გვიჩვენა თუ როგორი იყო სინამდვილეში ამათი ერთიანობის შესახებ ჭეშმარიტება. ახლა ვინაიდან ღმერთმა აჩვენა ნამდვილი ჭეშმარიტება ადამიანს, ნატურისა და მეცნიერების შესახებ, ამიტომ კაცი უკვე არ არის მარტო და მას არ ევალება გააკეთოს ის, რისკენაც რაციონალისტები მოუწოდებენ.
კერძოდ შეაგროვოს, ანუ თავი მოუყაროს საკმარის ნაწილაკებს იმისათვის, რომ შექმნას საკუთარი უნივერსალიები. მარტივად რომ ვთქვათ, ეს მას არ სჭირდება. ისევე როგორც მეზღვაურებს, უნათებს ჩრდილოეთის ვარსკვლავი, ასევე ადამიანსაც აქვს ის, რაზეც იგი სწორებას აკეთებს. მოგეხსენებათ, ოკეანეში გასული კაცისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მოჩანს თუ არა ჩრდილოეთის ვარსკვლავი. სწორედ ასეთივე მდგომარეობაში იყვნენ ეს ადრეული მეცნიერებიც. მათ სწამდათ, რომ ბიბლიის მეშვეობით მთელ რიგ საგნებზე, მათ შორის უნივერსუმზე, მეცნიერებასა და ისტორიაზე, ისინი ნამდვილ ჭეშმარიტებასთან იყვნენ ძილნაყარნი. ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება. აქ ჩვენ ხაზს ვუსვამთ ნამდვილ ჭეშმარიტებას, მაგრამ არ ვამბობთ, რომ ეს ადამიანები ამომწურავ ჭეშმარიტებას ფლობდნენ. ამომწურავი ცოდნა ღმერთს აქვს მხოლოდ. ადამიანი ამდენს ვერ შეძლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ მეცნიერებას ადგილი მოეპოვება ჩვენში, მაგრამ ის არ არის ავტონომიური. ასევე ისტორიას ადგილი აქვს, მაგრამ ავტონომიური არ არის. ხელოვნებასაც აქვს ადგილი, მაგრამ არც ის არის ავტონომიური. ნახეთ, რა მშვენიერია ღვთისმიერ მოცემული ქრისტიანული სისტემა და როგორ აღუდგება წინ იგი ბოროტს ორივე მხარეს, თუ ჩვენ გულდასმით გავყვებით ბიბლიურ სწავლებას. მეცნიერებას აქვს ნამდვილი ჭეშმარიტებაც და ჩრდილოეთის ვარსკვლავიც, რომელზეც ხდება სწორება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ მეცნიერებასაც ადგილი მიეცა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიბლია არ აკნინებს იმ იდეას, რომ კაცმა უნივერსუმის შესახებ ცოდნა მიიღოს. პირიქით, ღმერთი ეპატიჟება და მოუწოდებს ამისკენ. აქ მე ისევ გავიხსენებ ფრანცის ბეკონის ლამაზ მოსაზრებას, თუ როგორ უნდა აღიდგინოს კაცმა მნიშვნელოვანი ნაწილი იმისა, რაც ჩვენ ცოდვად დაცემით დავკარგეთ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეს რაღაც რელიგიური ვარჯიშიაო, რომელსაც დიდი მოწიწებით უნდა ხელის მოკიდება. მეცნიერებას ნამდვილად აქვს მიჩენილი ადგილი. ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში ამ საკითხზე დიდი ხნის განმავლობაში ხელჩართული ბრძოლა იყო გაჩაღებული. პროფესორი მეიკესის აზრით, იქ იმდენი თეოლოგიური პროექტი იყო დატოვებული მათზე წინ მომუშავე ადამიანებისგან, რომ მეცნიერება აღარ ვითარდებოდა. ისე იყო გაკოჭილი ამ პროექტებით. ეს ნაშრომები კი იმაზე იყო, თუ რას ამბობდა ბიბლია. ახლა ჩვენთვის სავსებით გასაგებია, რასაც აკეთებდა ეს პროფესორი, მაგრამ საქმე იმან გაართულა, რომ ამ კაცს მიმდევრები გაუჩნდა, ისინი კიდევ ისე შორს გავიდნენ, რომ დღეს ჩვენ უკვე ავტონომიური მეცნიერება გვაქვს. ორივე მხარემ თავდაპირველად წამოწყებული საქმე ზედმეტობაში გადაიყვანა. ორივე მხარეს იყო ისეთი რამ, რაზეც მათ უარი უნდა ეთქვათ. როდესაც პროფესორი მეიკესი თაბერდა, იგი სევდას და მწუხარებას გამოხატავდა მათ შესახებ, ვინც მის პოზიციას გაყვნენ, მაგრამ არა მარტო მიმდევრები გახდნენ, არამედ გაუსწრეს კიდეც ამაში. და თუ თქვენ გაეცნობით ინგლისიდან წამოსულ ისეთ წიგნებს, როგორიცაა ქრისტიანი მექანიკურ სამყაროში და სხვა ამის მსგავს ნაშრომებს, რომლებიც ინგლისში არსებული კომპლიმენტარიანიზმის გამომხატველი წიგნებია, ნახავთ, რომ ზოგიერთი ამ მიმდინარეობის წარმომადგენელი ისე შორს გავიდა, რომ უკვე ჩრდილოეთის ვარსკვლავის გარეშე გახავს გემის ზღვაში. ესე იგი, ისეთ გაგებას ატარებს, რომ მეცნიერება ყველაფერი უსასყრო და ლიმიტის გარეშე. ერთ-ერთი შეხვედრის დროს ფრანცის შეფერმა ჰკითხა პროფესორ მეიკესს, თუ გვეუბნებოდა მეცნიერება სივრცესა და დროში დაცემის შესახებ. უკვე მოხუცებულმა პროფესორმა გულმოსულმა უპასუხა, რომ მის მიმდევრებს ნამეტანი მოუვიდათ. პროფესორმა დაადასტურა საუბარში, რომ იყო დროსა და სივრცეში დაცემა, ვინაიდან ასე ამბობსო ბიბლია. როგორც ვხედავთ, ორ რამეს უნდა ვუფრთხილდებოდეთ. არ უნდა მოგვივიდეს ზედმეტი თეოლოგიის მხრიდან, ისე რომ ჩვენს მიერვე შემუშავებულმა პროექტების სიჭარბე მეცნიერების განვითარება შეაფერხოს, ვინაიდან ყოველი თეოლოგიური პროექტი ადამიანისა ბიბლიურ სწავლებას როდი წარმოადგენს. თეოლოგიურმა პროექტებმა ისეთი წნახის ქვეშ კი არ უნდა მოაქციოს მეცნიერება და ხელოვნება, რომ მათ არსებობა შეწყვიტონ. მაგრამ მეორეს მხრივ ისიც გასათვალისწინებელია, რომ მეცნიერებამ ზომაზე მეტად არ გაილაღოს, ვინაიდან როგორც კი მას ნამეტანი მოსდის და ავტონომიური ხდება, ამას ჩვენ ყოველთვის გავყავართ იმ საზღვრებს გარეთ, რომელშიც დაიბადა თანამედროვე მეცნიერება. თუ გახსოვთ მადლისა და ნატურის დილემაზე საუბრისას, ჩვენ ვახსენეთ ის პრობლემა, რომ როდესაც ნატურის მხარეს რაიმე ავტონომიური ხდება, ეს ყოველთვის იწევს მადლის განადგურებას და სწორედ ეს იყო აღწერილი მაღალი რენესანსის ფერწერულ დილოებზე. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია შევნიშნოთ ინგლისში წამოწყებული მიმდინარეობა კომპლიმენტარიანიზმი, რომელიც ამერიკაშიც შევიდა. ამერიკამაც გაიცნო ის წიგნებით და დღეს ჩვენ ამას ვხედავთ ბევრ ეგრეთ წოდებულ ევანგელისტურ თეოლოგიურ სკოლებში, სადაც მათ თავი აიშვეს მეცნიერების სფეროში. მოკლედ, ორივე უნდა იყოს ზოგადიც
და სპეციალური გამოცხადებაც. მაგრამ ზოგიერთი კომპლიმენტარიანიზმის წარმომადგენელი ისე შორს გავიდა უკვე, რომ მათთვის ნატურალური გამოცხადება აკონტროლებს სპეციალურ გამოცხადებას და სპეციალური გამოცხადება თითქმის გამქრალია უკვე დღეს მეცნიერებიდან. ის, რაზეც პროფესორი მეიკესი იბრძოდა, ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში თავის დროზე კარგი რამ იყო. რა თქმა უნდა, სპეციალურმა გამოცხადებამ მეცნიერება არ უნდა გამოაწევოს, რომელიც იკვლევს ზოგად გამოცხადებებს ნატურაში. ორივე უნდა იყოს. დაუსრულებელი ბრძოლა კამათი მიმდინარეობს ამ ორს შორის. ცდილობენ გონივრული ბალანსის შენარჩუნებას. რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ კომპლიმენტარიანისტულ ხედვას, ფრანცის შეპერს ეს ძალიან არ მოსწონდა და იბრძოდა ამის წინააღმდეგ, ვინაიდან მისი აზრით ეს კარს უღებდა მეცნიერების მხრიდან რაღაცა ისეთს, რაც ზუსტად პარალელური იყო ბარტისეული აზროვნებისა, ახალი ორთოდოქსული აზროვნებისა თეოლოგიის მხრიდან, რაც იგივე ბრძოლა იყო სხვა ფრონტზე. ეს ხალხი მივიდა იქამდე, სადაც უკვე ზოგადმა გამოცხადებამ თითქმის სრული თავისუფლება მოიპოვა, გამეფდა, ისე რომ სპეციალური გამოცხადება ყოველთვის უნდა შეეთანხმოს ზოგადს. სხვა სიტყვებით, ყოველთვის, როდესაც მეცნიერება დაილაპარაკებს, ბიბლია უნდა შეიცვალოს. იმავდროულად ისინი საერთოდ ვეღარ ხედავენ ზოგადი გამოცხადების სპეციალურთან დაქვემდებარებას და ესეც ნამდვილი ბრძოლის ველია. რაც შეეხება ევანგელისტური ბანაკის წარმომადგენლებს, ისინი იღებენ ამ ახალ კომპლიმენტარიანისტულ ხედვას. სინამდვილეში მათთვის ბიბლიაც ჭეშმარიტებას ასწავლის და მეცნიერებაც, რომელიც ასევე ჭეშმარიტებაზე საუბრობს, მაგრამ ამ ორს შორის ის, რასაც მეცნიერება ამბობს, უფრო ჭეშმარიტებად მიაჩნიათ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივეს ისწამთ, მაგრამ სინამდვილეში მათთვის მეცნიერება უფრო დომინანტია. ეს რაღაც მსგავსია იმ სიტუაციისა ისტორიულ რომაულ კათოლიკურ ეკლესიას, რომ სჭირს, რომელსაც ტრადიციაც აქვს და ბიბლიაც, მაგრამ სინამდვილეში მათთვის ბიბლია დაქვემდებარებულია ტრადიციას და ესეც ახალი ბრძოლაა ადრინდელ საომარ ველზე წამოწყებული. იმ ადამიანებს შორის, ვინც თანამედროვე მეცნიერება დაბადეს, ეს პერიოდია კოპერნიკედან ფარადეის ჩათვლით, არავის გრანდიოზული აღმოჩენა არ ჰქონია, გარდა იმ მეცნიერებისა, ვინც ქრისტიანულ კონსენსუსში ცხოვრობდა. ფარადეის შემდგომ პერიოდში, ჩვენ ამ პერიოდზე შემდეგ შეხვედრისას ვისაუბრებთ, აინშტაინი იყო პირველი, ვინც ქრისტიანულ კონსენსუსში არ იყო, მაგრამ ტიტანური ნახტომები გააკეთა. რაც შეეხება ადრეულ მეცნიერებს, აქ ნიუტონს და ფარადეის დიდი მიღწევები ჰქონდათ. აქ მე ისევ გავიმეორებ ალფრედ უაითჰედის სიტყვებს. ამ ადამიანებს სწამდათ, რომ უნივერსუმი გონიერი ღმერთის მიერ იყო შექმნილი და ამიტომ მათთვის გასაკვირი არ იყო ის, რომ შესაძლებელი იყო მასში გონით მიეგნოთ რაიმე ჭეშმარიტისთვის. მე დღეს აქ შევჩერდები. მადლობას მოგახსენებთ მოსმენისთვის.